ზუსტად სამ დღეში ამ ცარიელ ვიტრინებს პრემიუმ კლასის ექსკლუზიური ავანგარდული სტილის 11 ბეჭედი დაამშვენებს. ინგა ვაჩეიშვილის მიერ შექმნილი განსხვავებული და ორიგინალური სამკაულები საგამოფენო სივრცეში 25 აპრილიდან განთავსდება. ამ ბეჭედს ქვია ყვავილი თოვლზე. აი თუ რატო დაარქვე ყვავილი თოვლზე, ამაზე პასუხი ძალიან მარტივი. მოხსენს არის ქართული ქვა მთის ბროზე აგებული კონსტრუქცია. და საერთოდ ფიქრობ, რომ ეს უფრო მიეძღვნა ქართულს ყვავილი თოვლზე. და გარდა ამისა, თვითონ ამ გამოფენის ჩანაფიქრიც არის, რომ ქართული ბუნებრივი ქვის გაიჭიროს პოპულარიზაცია. ქართული ბუნებრივი ქვების დამთვალიერებლისთვის შემოქმედებითი კუთხით მიწოდება დიზაინერმა 2005 წელს გადაწყვიტა და პირველ ბეჭედზე მუშაობაც დაიწყო. აქ თითოეულ სამკაულს საკუთარი სახელი აქვს. აქ თითოეული ქვა საკუთარ ისტორიას გვიყვება. პოსტკომუნისტური კლიშეების დარღვევა და ახალი სიტყვის თქმა ქართველი მომხმარებლისთვის. გამოფენის მოწყობის იდეა სწორედ ამიტომ დაებადა და პირველი სამკაულის შექმნიდან 7 წლის შემდეგ საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის ამსახველი ბეჭდების ექსპოზიციად გადაქცევა გადაწყვიტა. მეკითხებიან ხოლმე, რომ აი ამდენი დრო მაინც რატომ დასჭირდა. დასჭირდა ერთი მარტივი რამის გამო, რომ ბუნებრივი ქვების ინდივიდუალური ხედვით უნდა შემექმნა სამკაული, ანუ თვითონ ბუნებრივ ქვაზე უნდა შემექმნა სამკაული და ამიტომ ესეთი ქვების პოვნა იყო ძალიან ძნელი. აი იყო ქვები, რომელიც თქვა ერთ წელს ვეძებდი, იყო ქვა მაგალითად შეძლო უსრეში მეპოვა, მაგრამ მე უკვე შეკლის კონსტრუქცია იყო ძალიან ისეთი ეტაპობრივი. საკმაოდ დიდი ზომის მასშტაბური ბეჭდების დიზაინი ქვის პოვნის შემდეგ იბადება. ბუნებრივი ქვები არ მუშავდება და ლითონში შესრულებული კონსტრუქცია მთლიანად ქვის ფორმას ერგება. სწორედ ამაში მდგომარეობს თითოეული სამკაულის ექსკლუზიურობა. პროცედურა იყო ძალიან საინტერესო და ქვას უყურებ და ოქროში და გადმოსი აბობოქრებული ტალღები და აი ტალღების ქაფი კიდე ბრილიანტებით და ის უნდა გადმოსი ისე რომ ადამიანმა ხილით უნდა ატაროს, ხელზე უნდა ატაროს, ეს არ უნდა იყოს შემაწუხებელი. თვითონ კონსტრუქციაში ისეთი არის, რომ არასოდეს არ შეგატოდეს ეს სამკაული. სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა კატალოგი, რომლის ფოტოებზეც გურამ წიბახაშვილმა იმუშავა და რომელიც დამთვალიერებელ სამკაულების ისტორიას გააცნობს. 11 ბეჭედი გალერეა ვაჩეში მუდმივ ექსპოზიციად დარჩება. მათი გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი კი მახინჯაურის მარტო ხელა დედათა თავშესაფარს გადაეცემა.